დღეს გთავაზობ ძალიან მარტივ და სწრაფ ზარმაც ნაპოლეონის რეცეპტს, უგემრიელესი მოხარშული კრემით. ვიწყებთ კრემის ფაფის მზადებას. 4 ცალ კვერცხის გულს და 250 გრამ შაქარს კარგად ვათქვებთ ერთმანეთს. ვამატებთ 200 მილილიტრ რძეს. შემდეგ ვურევ მშრალ ინგრედიენტებს, სიმინდის სახამებელს, 3 სუფრისკოვს და 1 სუფრისკოვს პურის ფქვილს. ამ მასას კარგად ავურევ, ისე რომ კორკოშელები არ გაიკეთოს და დავამატებ დარჩენილ 300 მილილიტრ რძეს. შემოვდგამ დაბალ ცეცხლზე და მუდმივად ურევ, სანამ მასა არ გასქელდება. მზა ფაფა გადამაქვს სხვა ჭურჭელში, ვაკრავ პლასტიკის პარკს და ვაყოვნებ გასაციებლად. ამასობაში ვაბრტყელებ ნაკით გაყინულ ფენოვან ცომს. ჭრი მართკუთხედებად, რომ გადავკეცო და გამომივიდეს სამკუთხა ლამაზი ნაპოლეონი. ვაცხობ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთით. სანამ ჩვენი ცომი ცხება, ფაფა უკვე გაცივდებოდა და შეგვიძლია კრემი მოვამზადოთ. კარგად ვთქვებ დარბილებულ 200 გრამ კარაქს, ვამატებ მზა ფაფას და ვანილს. გამოდის ძალიან ფაფუკი და ნაზი კრემი, რომელიც გადამაქვს მოსართავ ტომარაში და ვთავ სამკუთხა გამომცხვარ ფირფიტებს. მე დავუმატებ სეზონის შესაბამისად მარწყვს, რაც კიდევ უფრო გააგემრიელებს და გაალამაზებს ჩვენ ზარმაც ნაპოლეონს. მაშასე სულ ეს არის. ზარმაცი ნაპოლეონი მზად არის, სიყვარულით მომზადებული და სიხარულით გაზიარებული თქვენთვის.